ესე იგი, იმდენი ვიძახე რომ გაგულანძღეთ, რომ ცოტა გაგულანძღეთ კიდე, ცოტა გვაქეთ კიდეც. ყველაფერი ძალიან კარგია, მაგრამ ერთი რაც ყველაზე მთავარია და რაც მე მომხვდა გულზეც და ყურშიც. ეს პირველი კომენტარები იყო, რომ ნანიკოს ფეხსაცმელებიც მოვიყვანეთ სტუმრად, ანუ გაღიზიანდით იმით, რომ მე შესაძლებელია ვთქვათ, ფეხი მედოს ასე. რა არის ამაში გამაღიზიანებელი, მეგობრებო, სახლში, როდესაც მივდივართ ყველა, პირველი რასაც ვაკეთებთ, ვიხდით ალბათ საგარეო ფეხსაცმელს და ვცდილობთ, ანუ ამას მოითხოვს ჩვენი ორგანიზმი, რომ სისხლის მოძრაობა აღდგეს. ადამიანს სჭირდება ფეხის აწევა იმისათვის, რომ სისხლმა იმოძრაოს. მე მაქვს სისხლძარღვების პრობლემა, ჩემი ორგანიზმი სულ ამას ითხოვს. ასე რომ მე თუ ფეხს ალწევ ზემოთ, ამით მე არაფერი არ მიშავდება და არც თქვენ, იმიტომ რომ დარწმუნებული ვარ, ჩემთან ერთად თქვენც ასე შეხართ. ჯერ ეს ერთი დასვენებასთან ძალიან კარგად ასოცირდება აწეული ფეხები და ჩვენც YouTube-ზე ვცდილობთ რომ დავისვენოთ და თქვენთან ერთად გავერთოთ. ასე რომ აწი თუ დაინახავთ რომ სადღაც ფეხი უცებ ამივარდა თავისით, იცოდეთ რომ უზრდელი და თავისუფალი ადამიანი კი არა ვარ, უბრალოდ გრძნობ თავს კარგად. გამარჯობა. მე ვარ რუსკა და მე ვარ ცანცარა. მერე, აი რა მერე. ჩემთვის პირადად ამ სივრცეში გადმოსვლა იყო ძალიან მნიშვნელოვანი, პირადად ჩემი კარგად ყოფნისთვის, ანუ რას ნიშნავს, ახლა ეგოისტურად შეიძლება გამოდის, რომ ჩემი კარგად ყოფნისთვის. ყოველთვის მთელი ცხოვრება მუშაობდი ტელევიზიებში, სადაც არის ყოველთვის რაღაც შეზღუდვები. აი ის რომ მაგალითად მე ახლა ესე ვზივარ, თქვენ ერთ-ერთმა დაწერეთ, ჩვენ ვკითხულობთ თქვენს კომენტარებს სხვათა შორის და გეტყვით იმასაც, რომ სიმართლე თუ გინდათ, ცუდი კომენტარები არც ერთი არ მხვდება გულზე. ვერ მხვდება გულზე, იმიტომ რომ, რა ვქნა, ესეთი ვარ, გამოვლილი მაქვს ძალიან ბევრი კომენტარი, მართლა 1000 კომენტარზე ვარ გადამხტარი. და ვერ მხვდება, ვერ მერევით ამ კუთხით. ანუ მე ახლა ამას იმიტომ კი არ ვწერ და ამას იმიტომ კი არ გელაპარაკებით, რომ რაღაც თავი ვიმართლო, ან თავის მართლების რაღაცა ის ვაქვს ჩართული. არა, უბრალოდ გითვალისწინებთ, იმიტომ რომ YouTube არის სხვა ორგანიზმი, ეჭირდება სხვანაირი მიდგომა და ამიტომ გითვალისწინებთ მეგობრებო. ვკითხულობ ყველანაირ კომენტარს, კარგსაც და ცუდსაც. კარგ კომენტარებს ხმამაღლა ვერ აჟღერებთ, იმიტომ რომ უბრალოდ მერიდება, არ შემიძლია, მწვენია. ცუდ კომენტარებს რაც ეხება ვერანაირად ვერ ხვდებით ჩემს გულში და არც მწყინს და არც ბრაზდები. რა უბედურებაა ტელევიზია წამოიღეთ YouTube-ზეო. ყველას რაღაცა დაგვაქვს ყველგან ერთმანეთის. მაგალითად, მე დედაჩემი და მაქვს დიდი პროცენტით ალბათ და მამაჩემი. ცხადია, მათ გარეშე ჩემი თავი ვერ წარმომიდგენია. დიდი ალბათ პროცენტით ჩემი შვილი დამყავს და ძალიან ბევრი რამე გამომდინარე მათგან ხდება. რა გავაკეთო, რომ 35 წელია უფრო მეტი ტელევიზიაში მუშაობ და რაღაცა თუ წამოღებულია, გვაპატიეთ. პატარა ბავშვი სიარულს ხო ვერ ისწავლი, თუ არ უთხარი როგორ ქნას. ის ერთხელ დაეცემა, ორჯერ და ბოლოს დაცემის გარეშე გაივლის. მოგმეცით პირადად მე საშუალება დავეცე ერთხელ, დავეცე ორჯერ, დავეცე სამჯერ. ვიცი მტკივნეულია, მაგრამ ჩემს თავზე ვიღებ პასუხისგებლობას, ანუ რომ თქვენ არ გაგაგებინებთ, როგორი მტკივნეული იქნება ჩემი ადგომა და ახლიდან სიარულის სწავლა. ასე რომ მაპატიეთ ხანდახან თუ ფეხი მეც დამიცდება. მეც ადამიანი ვარ. გახსნილები ვართ კრიტიკისთვის, გააჩნია კრიტიკას. თუ რამის თქმა გინდათ მეგობრებო, მოეშვით გინებას და მოიწერეთ რა არ მოგწონთ. თუმცა არსებობს ისეთი კომენტარები, სადაც რაღაც რჩევებია და სიამოვნებით მეც და ნანიკოს და ჩვენი გუნდიც, ჩვენი არაჩვეულებრივი გუნდი გაითვალისწინებს. სხვათა შორის მოვიდა რამდენიმე კომენტარი, მოიწერეს, რომ აი ფიზიკურათო ვერ ვხსნითო თქვენს გადაცემასო, იმიტომ რომ გველის ისტერიული შიში გვაქვს. გავაქრეთ გველი. იცით რატომ? იმიტომ რომ ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის თქვენი აზრი და ჩვენთვის მნიშვნელოვანია რომ თქვენ არაფერმა არ შეგიქმნათ დაბრკოლება და ისე შემოხვიდეთ ჩვენთან და უყუროთ ჩვენს გადაცემას. ანუ წელს ხვდები 53 წლის და აქედან დედაჩემი ძალიან მიყვარს და დიდხანს უნდა ცოცხალი იყოს და ჩემი პედაგოგები, მასწავლებლები სულ მეუბნებოდნენ, გაუწია ანგარიში ვიღაცეებს, მოусმინე ვიღაცეებს, მაგალითი აიღე ვიღაცეებისგან, ვიღაცეებო არ გეწყინოთ, უბრალოდ ამ შემთხვევაში ეს სიტყვა უფრო მოუხდა. და ბევრი წელი სულ რაღაცას ვითვალისწინებდი, ანუ სულ კომპრომისზე მივდიოდი. და საბოლოოდ მივხვდი, რომ კომპრომისი პირველ რიგში მანგრევს მე. იმიტომ რომ მე არასოდეს არაფერს ისეც არ ვაკეთებ, რისიც ან ჩემ თავს ვაზიანებ, ან სხვას. ასე რომ ძალიან მიხარია რომ გწერთ, უფრო მეტად მიხარია რომ გვიყურებთ, მაგრამ რაღაცას თუ არ გავითვალისწინებთ, ეს არ ჩათვალოთ, რომ
მე თქვენ ან იგნორს გიკეთებთ, ან აგღიქავთ როგორც ვთქვათ, ჩემს მაყურებლად, უბრალოდ 52 წლის ვარ, 53-ის ხვდები და ზუსტად 4 წელია გადავწყვიტე, რომ ძალიან რთული იყო ამის გაკეთება, რომ არასდროს არავის აღარ მივაქციო ყურადღება. ერთხელ ცხოვრობ, მეგობრებო. და ამ ერთხელ ცხოვრებაში თუ მარტო თქვენ გისმინეთ, ჩემი თავის მოსმენისთვის მე დრო აღარ დამრჩება, ასე რომ მომიტევეთ, ვიცი რომ ცუც არაფერს არ გავაკეთებ. მიყვარხართ? რაც შეეხება იმას, რომ აი ახლა შენ ახლა ესე როზი ხარ და თავისუფლება ესე გონია? არა, თავისუფლება არ მგონია. ეს და მეცაც გეტყვით, საერთოდ არ ვარ თავისუფალი. და მეცაც გეტყვით, არც თქვენ არ ხართ თავისუფლები. და საერთოდ ძალიან დიდი დრო ჭირდება ადამიანს, რომ მივიდეს თავისუფლებამდე და ან მივა და ან არ მივა. ამიტომ ამ სიტყვას ესე ნუ წავეთამაშებით, ეგ ერთი. და ასე იმიტომ ვზივარ, რომ ესეთი ვარ, მომწონს, მიხარია, მუშაობ ისეთ ადგილას, როგორც იქნა, სადაც ვარ კომფორტულად, თავს გრძნობ ბედნიერად და კი, ესე დავждები, ესეც დავждები, ხანდახან ესეც დავждები, ხანდახან ესეც დავწვევი და ხანდახან ესეც გავაკეთებ. და კიდევ არსებობს ესეთი მარტივი რაღაც. როდესაც რაღაცა არ მოგწონთ, ან როდესაც რაღაცა ძალიან გაღიზიანებთ და ფიზიკურად არ შეგიძლიათ ამ ყველაფრის ყურება. ეხლა ისეთი დრო დადგა, რომ ამაზე ნერვები აღარ უნდა აიშალოთ. ანუ დამთავრებულია რა, არ უნდა აიშალოთ არც ერთი წამი, უნდა ასქროლოთ, უნდა გადართოთ, უნდა მოაშოროთ და ამ ყველაფრით არ უნდა მოიწამლოთ თქვენი ტვინი, იმიტომ რომ აღარ არის მაგის დრო რა. ანუ საერთოდ აღარ არის მაგის დრო, მოაშორეთ, გააქრეთ. არ მოგწონვართ, მისაღებია. არ გინდათ, მოგინდათ. ჩვენთვის ეს მისაღებია, ჩვენ პატივს ვცემთ ყველა თქვენს გადაწყვეტილებას. და ლანძღვას რაც ეხება, ანუ ამაზე შემიძლია გითხრათ, რომ წერეთ და იკითხეთ. ჩვენ ვკითხულობთ, ვერთობით. თუ გინდათ რომ გაგვართოთ, გაგვართეთ. ჩვენ ვცდილობთ მართლა რომ გაგვართოთ და რაღაცნაირი კარგი დღე გქონდეთ, კარგი საღამო გქონდეთ, კარგი კვირა საღამო გქონდეთ, რომ დასხდეთ ეკრანთან და არაფერზე არ ფიქრობთ საერთოდ, არც რაღაც ჩახვეულ ინტელექტუალური საუბრები არ გქონდეთ, არაფერი მარტივად დავსხედით, ვილაპარაკეთ ისე როგორც სახში მეგობრები დაილაპარაკებენ. აი ეს არის ჩვენი გადაცემის თუ რაც ქვია, რუსიკო და ნანიკოს არსი და შინაარსი. ყველაფერი, არაფერზე, არაფერი, ყველაფერზე. მადლობა რომ მიყურეთ, ვისაც რამე არ მოგწონთ, მაკოცეთ